ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ოპოზიციასთან შეხვედრებს ასრულებს. მის მეორე ნახევარში კი მისიის წევრები უკვე გდანის ციხეში მოინახულებენ ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტპატიმრებს. მთავარი არხის ინფორმაციით პენდენციურ დაწესებულებაში ევროპელი დამკვირვებლები ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს შეხვდებიან. ამით დასრულდება მისიის მუშაობა და თანამომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიში ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნება, სადაც საქართველოს შესახებ დებატები უკვე 27 იანვარს გაიმართება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ასევე შეხვდნენ ქართული ოცნების წევრებსაც, თუმცა მისიის დაწყებამდე გავრცელებული განცხადებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არ შეიძლება იქნას აღქმული როგორც ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის თემაზე უფრო მეც. ნინო, დასრულდა თუ არა ოპოზიციასთან შეხვედრა და როდის შეხვდებიან თანამომხსენებლები პოლიტპატიმრებს? პოლიტპატიმრებს სავარაუდოდ უკვე უახლოეს პერიოდში შეხვდებიან ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე, დაფიონის დამფუძნებელი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელთანაც შეხვედრა გაიმართება გლდანის მერვე დაწესებულებაში. ამასთან დაკავშირებით თანხმობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე აქვს ამ დროისთვის და არანაირი პრობლემა საიმისოდ, რომ ახლა მაინც იყოს შეხვედრა არ იქნება, რადგანაც მთელი 2 დღის განმავლობაში, როდესაც ისინი აქ არიან, სწორედ ითხოვენ იმას, რომ რეჟიმის პატიმრებთან მოხდეს შეხვედრა. რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს, დღეს როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ლელოს წარმომადგენლები და ასევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ შეხვედრაზე. ცალ-ცალკე იყო ეს შეხვედრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორ განვითარდა პროცესები, როგორ გადაწყვიტა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა და ეთქვა ის, რომ საქართველოში ევროკავშირი აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ამის შემდეგ უკვე რეპრესიები დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაცია აქვთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებს და მათი მხრიდან ეს ყველაფერი უკვე აისახება იმ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც მზადდება სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიისთვის და ადამიანის უფლებების დარღვევა როგორ ხდებოდა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით მათ აინტერესებდათ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბოლო 2 დღის განმავლობაში თუნდაც როგორ განვითარდა პროცესები, როგორ დააკავეს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ასევე როგორც მოხდა შემდეგ უკვე გიორგი გახარიასზე თავდასხმა ოლიგარქიული რეჟიმის დეპუტატების მხრიდან. დეტალური ინფორმაცია აქვთ და გამოსავალი, რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი, გამოსავალი ოპოზიციის თქმით არის სწორედ ის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს იმას, რომ ოლიგარქიულ რეჟიმთან არავის არაფერი სალაპარაკო არ ექნება. იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის რა ზომებს მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ, საუბარი იყო წამების ფაქტებზე, საუბარი იყო იმაზე, რამდენად უმოქმედო არის პოლიცია და მისი კადრები არსებობს, როდესაც ჩანს, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, რაც დაორგანიზებული თიშკები და პოლიცია სრულად უმოქმედოა, საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც განვითარდა მოვლენები, არც ერთი არც პოლიციელი და არც თიშკა დასჯილი არ არის და საერთოდ არაფერი არ არის გამოძიებული. აინტერესებდათ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ჩვენ მოვუყევით იგივე, რასაც თქვენთან აწყობით ყოველდღიურ რეჟიმში. აინტერესებთ პროტესტი როგორ გაგრძელდება, ხსენით ეს პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ეს ხალხი რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე. ქონდა სწორედ ამაზე საუბარი, რატო არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. ქონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ინფორმაცია აქვთ ყოვლისმომცველი. ფაქტია, რომ მათ შორის ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და ყოველ დღე ემატება, ასე ვთქვათ, იმ ჩამონათვალს პრობლემების, რაც ქვეყანაში არის, ახალი ფაქტები, ძალადობის იქნება ეს თუ სხვა. მათ აქვთ სრული ინფორმაცია ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიში აისახება ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი და ეს ანგარიში მათ შორის მისცემს შესაძლებლობას ევროსაბჭოს, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც დაეხმარება საქართველოს სწრაფად დაიწყოს ამ კრიზისის დაძლევა. ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტ საქართველოში ამ მიზნებისთვის იყენებს და ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად
დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ხედავთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, თანამომხსენებლები ასევე გეგმავენ, რომ შეხვდნენ გახარია საქართველოსთვის წევრებსაც. დღეს უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრა, ახლა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იქნება ცოტა მოგვიანებით, როგორც გითხარით, ახლა ისინი გაემგზავრებიან გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც რეჟიმის პატიმრებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და დაფიონის დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძე შეხვდებიან. ამის შემდეგ უკვე მათ მიერ ანახია ყველაფერი და ის ინფორმაცია, რომელიც გადაეცათ ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულებები, ეს ყველაფერი უკვე მათ ანგარიშში აისახება საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოზე კი უკვე მსჯელობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე იქნება 27 იანვარს. დებატები საქართველოზე უკვე დანიშნული არის და ამასთან ერთად ამ ანგარიშში მოხვედრილი მთავარ დეტალებზეც იქნება განხილვა და მსჯელობა. ოპოზიციის თქმით, მთავარი გამოსავალი, რასაც დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს ეუბნებიან ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი განმუხტოს, არის ის, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე ოლიგარქიულმა რეჟიმმა ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები.